დავიწყოთ პრემიერად წოდებული ირაკლი კობახიძის გამოხმაურებით ამერიკის საელჩოს განცხადებაზე, გულისხმობ განცხადებას, სადაც უკვე ძალიან პირდაპირი ტექსტით აბსოლუტურად არააზროვნად დაგმო ამერიკის საელჩომ გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში, მას ცენზურა უწევდა. კობახიძემ თქვა, რომ ეს არის მისთვის სრულიად გაუგებარი, პრინციპში სხვა რა უნდა ეთქვა, კვლავ გალანძღა ბაიდენ და წინა ადმინისტრაცია, როგორც ჩანს გონია, რომ ამერიკაში არ არსებობს ინსტიტუციური მეხსიერება, როგორც მათ წაშალეს და მოაყირავეს ეს მეხსიერება საქართველოში და აღნიშნა, რომ არიან მოლოდინის რეჟიმში და კვლავ ინარჩუნებენ ოპტიმიზმს ამერიკის შეერთებული შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართულებით. აქვს თუ არა საფუძველი ამ ოპტიმიზმს? რიტორიკული კითხვა, მაგრამ გავშალოთ ეს თემა. გამარჯობა, მივესალმებ მაყურებელს, მადლობა დაპატიჟებისთვის. დავიწყოთ ძალიან მარტივი ორი საკითხი. პირველი, ძალიან კარგად გვახსოვს დონალდ ტრამპის ინაუგურაცია და ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს ქართული ოცნება, როგორ ამბობდა, რომ აი მოხდება ინაუგურაცია და ყველაფერი კარგად იქნება. არაფერი კარგად არ დაალაგებულა ამ ინაუგურაციის შემდეგ. შემდეგ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ათონელზე შესახლებული ბატონი ყაველაშვილის განცხადება ტრამპის ზართან დაკავშირებით, რომელსაც დღემდე აშკარად ელოდება. შემდეგ გვახსოვს მაისში უნდა ჩამოსულიყო შეერთებული შტატების ახალი დელეგაცია და ყველაფერი კარგად იქნება მაისში. მაისიც გავიდა, იდებიც გავიდა, მაგრამ არანაირი გაუმჯობესება ურთიერთობების ჩვენ არ გვაქვს. უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს სერიოზული გაუარესება, იმიტომ რომ ის გირაუს პროგრამა, რომელიც იყო ამოქმედებული დროებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სამწუხაროდ გახდა მუდმივი. საქართველო, აფრიკის ქვეყნები, ცენტრალური აზიიდანაც კი ორი სახელმწიფო სულ რაღაც და ჩვენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ არანაირი გაუმჯობესება ურთიერთობებით შეერთებულ შტატებთან ჩვენ არ გვაქვს. შეერთებულ შტატებმა ძალიან საბაზისო მოთხოვნები წამოაყენეს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი არის სტაბილური, ნორმალური პოლიტიკური გარემო და ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ ქართული ოცნება არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს. რაც შეეხება გაუგებარ განცხადებას ბჭყალებში, რა თქმა უნდა, მე მგონი არავისთვის არ არის ახალი, რომ ქართული ოცნებისთვის დიპლომატიური ენა არის სრულიად გაუგებარი, რომ არ ყოფილიყო შეერთებულ შტატებთან ასეთი კატასტროფული მდგომარეობა ურთიერთობებში. განცხადებაზე კობახიძის პასუხი იყო ამის კარგი მაგალითი, როცა სიცრუეში დაადანაშაულა პირდაპირ ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაშინ. კი, რა თქმა უნდა, არანაირი, სურვილი არ აქვს, რომ დიპლომატიური პროტოკოლი დაიცვან და ნორმალური სახელმწიფოსავით მოიქცნენ, ან სპეციალურად აკეთებენ ამას. სხვა მესამე ახსნა ამას არ გააჩნია. ან ტოტალური არაკომპეტენტურობა საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაწყებული უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებით დამთავრებული, ან ამ შემთხვევაში სპეციალურად კეთდება ეს იმისთვის, რომ არ გაუმჯობესდეს ურთიერთობები. და ორივე შემთხვევაში საბოლოო ჯამში ზიანდება საქართველოს ეროვნული ინტერესები, ორივე შემთხვევაში საბოლოო ჯამში საფასურის გადახდა ქართული ოცნების არაადეკვატურ საგარეო პოლიტიკაში უწევს საქართველოს ყველა მოქალაქეს. ეს გირაუს პროგრამა არის მხოლოდ დასაწყისი. კიდევ ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი საბოლოოდ ჩაიქნებს ხელს საქართველოს. რაც შეეხება ცენზურას და ვახოსანაია დღემდე არის ციხეში სრულიად ამაზრზენი, გაუგებარი ბრალდებით და ეს ბრალდება ჯერთი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო არის, იმიტომ რომ სიტყვის თავისუფლება საქართველოს მოქალაქეს უნდა გააჩნდეს და მეორე, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აკვირდებოდა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას, რომელსაც აქვს მოსმენილი ჯეი-დი ვენსის პირველი სერიოზული განცხადება, კაცის პირველი გამოსვლა საერთაშორისო ფორუმზე. მაშინაც ხაზი გაესვა დემოკრატიას ერთის მხრივ, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ხაზი გაესვა სიტყვის თავისუფლება. სიტყვის თავისუფლება, რომელიც ამერიკელები ევროპელებსაც აკრიტიკებენ, იმიტომ რომ ევროპაში არის გარკვეული უფრო მკაცრი შეზღუდვები, რეგულირებულია. საქართველოს, რა თქმა უნდა, ვერ შეედრება ევროკავშირს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვყავს დამოუკიდებელი სასამართლო და ეხლა მურუსიძის და ჩინჩალაძის გამოტანილი ვერდიქტებით ნამდვილად ჩვენ ვერ მივიღებთ ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოს და ნამდვილად, რა თქმა უნდა, ეს არის ცენზურა. საქართველოს ხო შექმნა თავისი ტრადიცია დამოუკიდებლობის მანძილზე და ეს ამერიკული ტრადიციით მოდიოდა გამოხატვის თავისუფლების ნაწილში და ეს იყო აქაურობის ერთ-ერთი მომხიბვლელობა. ესეც უნდა განვიხილოთ, თუ მაინც და მაინც ამ კონტექსტში ავიღებთ ამ თემას, ევროპაში როგორ არის და ამერიკაში როგორ არის. თუმცა ქართული ოცნების პოლიტიკას ამ დებატთან არაფერი საერთო არ აქვს. რა თქმა უნდა, ქართული ოცნებას არაფერი საერთო არ აქვს დასავლურ დებატებთან. ისინი ცდილობენ, რომ აიღონ რაღაც დასავლეთში არსებული ნარატივები, რომელიც მათი აზრით მათთვის არის მომგებიანი და შემდეგ ცდილობენ
მგონებენ რომ შეფუთონ ეს რომ ამერიკაშიც ამაზე საუბრობთ. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს რამდენად უპრინციპო პოლიტიკური ზალა არის ქართული ოცნება. როდესაც გახდა ეს პარტია და შეიქმნა ეს პარტია, ისინი გახდნენ ევროპელი სოციალისტების წევრები. შემდეგ ევროპელი სოციალისტებიდან როდესაც უნდა გაერიცხათ რუსული კანონის და კიდე სხვა ანტიდემოკრატიული კანონების გამო, შემდეგ აიღეს და ვითომ ჩვენ გამოვედით ერთი დღით ადრე. ახლა მათი უახლოესი მეგობარი, მხარდამჭერი გახდა ვიქტორ ორბანი და როგორც კი ვიქტორ ორბანმა არა მარტო წააგო არჩევნები, ჩაფლავდა ამ არჩევნებში პირდაპირ თქვა, საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო მადიარმა. ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ ქართული ოცნების პროპაგანდისტები, რომლებმაც დაიწყეს საუბარი, რომ არა, მადიარიც არა, ცუდი ახლა ორბანი კი ჩვენი მეგობარი იყო, მაგრამ აი მადიარიც კარგი არის. და ამაშიც ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ, რამდენად უპრინციპო პოლიტიკური ზალა არის და უპრინციპობაზე უარესი არის არაკომპეტენტურობა. ქართული ოცნების ყველა საგარეო პოლიტიკური გათვლა ბოლო პერიოდში იყო სრულიად მცდარი. მათ ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ევროპარლამენტის არჩევნებზე გაიმარჯვებდნენ ულტრამემარჯვენეები, აი ეს AfD-ნაირი პოლიტიკური პარტიები. გერმანიის არჩევნებზე მთელი ფსონი დადეს, რომ ალტერნატივა გერმანიისთვის პუტინისტური პარტია, რომელიც აფხაზეთში აგზავნის დამკვირვებლებს ფსევდო არჩევნებზე და შესაბამისად ჩვენ სუვერენიტეტს, ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას პატივს არცემს, ამ პოლიტიკური პარტიის იმედად არის ქართული ოცნება, რომ აი გერმანიაში ისინი გაძლიერდებიან, მოძლიერდებიან და შემდეგ მათთან მოახერხებენ ურთიერთობების დალაგებას. იგივე საფრანგეთზე, იგივე გაერთიანებულ სამეფოზე, იგივე შეერთებულ შტატებზე, მაგრამ ალბათ შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდი გაწმილება ჰქონდათ, იმიტომ რომ მართლა იმედი ჰქონდათ, რომ ტრამპი გაიმარჯვებდა და მოხსნიდა ყველა იმ სანქციას, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ რაღაც არცოდნაზე მიუთითებს ხომ საერთაშორისო პოლიტიკის როდესაც ამაზე კონდათ ფსონი რაღაც რეალური ცვლილებების მიღმა. ახლა ნეტა დაკარგული აქვს ეს იმედი, როგორ გგონიათ და საინტერესოა, აი ელექტორალურად მაგათად ევროკავშირის წინააღმდეგ აღვირახსნილი პროპაგანდა აქვს გაშავების ძალიან დიდი ხანია, ხო? მაგრამ ამერიკაზე, მის ამჟამინდელ ადმინისტრაციაზე ამას მთლად ვერ ბედავენ. აი ეს რითი აიხსნება. ჩემი აზრით მათ შორის იმით, რომ ქართული ოცნების ამომრჩევლისთვისაც კი მიუღებელია სრულად იზოლირებული საქართველოს, რომელსაც ამერიკასთან არანაირი კონტაქტი არ აქვს, მით უმეტეს ჩვენი მეზობლების წინსვლის ფონზე. ჩვენ მეზობლებს წარმატება აქვს, მარტო წინსვლა არა, ანუ ის რომ სომხეთმა მოახერხა რუსული გავლენების შემცირება, მიუხედავად იმისა, რომ მას ტერიტორიაზე გააჩნია რუსული სამხედრო ბაზა გიუმრიში, ეს რა თქმა უნდა არის დიპლომატიური წარმატების უდიდესი მაჩვენებელი. ის რომ სომხეთმა მოახერხა ევროკავშირის ბაზარზე საკუთარი აგროპროდუქციის შეტანა რუსეთიდან წამოსული სანქციების sapasუხოდ, ესეც რა თქმა უნდა გეოპოლიტიკური სიახლეა ჩვენს რეგიონში ისტორიულია ეს. არა, ეს კიდე მეორე თემა არის, იმიტომ რომ გეოპოლიტიკური სიახლე ჩვენთან არის ზოგადად აზერბაიჯანის და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზება და მომავალში თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნა. ეს იქნება უზარმაზარი გეოპოლიტიკური ცვლილება, მაგრამ თუ ჩვენ უბრალოდ შევაფასებთ ფაშინანის საგარეო პოლიტიკას, მან რა თქმა უნდა გვაჩვენა დიპლომატიური სანიმუშო და სახელმძღვანელოში შესატანი. მაგალითი, როგორ შეიძლება შეამციროს მცირე სახელმწიფომ დიდ იმპერიალისტურ რევიზიონისტულ ძალას დამოკიდებულება და თან ისე რომ საკუთარი ეროვნული ინტერესები გაატაროს შესანიშნავად. აი, ქართულმა ოცნებამ თუ ვინმესგან უნდა ისწავლოს, შორს რომ არ წავიდეთ, ვთქვათ, შორეულ აღმოსავლეთში ან ევროკავშირში. სომხეთისგან მაინც ესწავლოთ, როგორ შეიძლება დავაგებინოთ. თავიდან ამბობდა სომხეთის საგარეო პოლიტიკა, მაგალითი სხვანაირი სომხეთი, სხვანაირი სომხეთი. როდესაც სომხეთში იყვნენ პრორუსული ხელისუფლებები, აი მაშინ იყო ქართული ოცნებისთვის ახლა. სამწუხაროდ. კი ბატონო, საინტერესოა კიდევ უფრო ფართო რეგიონული კონტექსტი, რუსეთ-უკრაინის ომი, შეიძლება თუ არა ვისაუბროთ პუტინის ფუნდამენტურ დასუსტებაზე. რა თქმა უნდა, ანუ ამ ომმა ცალსახად აჩვენა ყველას რუსეთის ძალაუფლების ლიმიტები. რუსეთის ძალაუფლების პოლიტიკური ლიმიტები ჩვენ დავინახეთ სომხეთში, როდესაც ყველაფერი გააკეთეს, ყველანაირი მუქარა ბაქი-ბუქი ეკონომიკური და პოლიტიკური წნეხი ჩართეს ფაშინიანის წინააღმდეგ და წააგეს არჩევნები და რუსეთის სამხედრო ლიმიტებს ჩვენ ახლა ძალიან ნათლად ვხედავთ უკრაინასთან ომის კონტექსტში. ჯერ ერთი მთელი რუსეთის ჯარი ჩამოკიდებული იყო ილონ მასკის, ანუ ამერიკულ ტექნოლოგიაზე საკუთარი სამხედრო კომუნიკაციისთვის. სტარლინგზე მაქვს საუბარი, ანუ სად გაგონილა რომ ქვეყანა ეომებოდა
უდროდეს ნატოს, რუსეთი ხო ამას ამბობს, მათი პროპაგანდა, რომ დასავლეთ წეომებიან და ამავდროულად მთელი მათი ელექტრონული და ციფრული ინფრასტრუქტურა იყო აწყებული დასავლურ ტექნოლოგიებზე. ასევე ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ რუსეთის ერთადერთი ბოლო შესაძლებლობა არის არა სამხედრო გენია, არა ტექნოლოგიური უპირატესობა, არამედ უბრალოდ ეს ხორცის შტურმები, რომელსაც რუსეთი იყენებს და რომელსაც უკრაინელები ძალიან ჭკვიანურად ახერხებენ, რომ მოიგერიონ და ტექნოლოგიური უპირატესობა ამ ომში ნელ-ნელა გადადის უკრაინის მხარეს. მთელი ეს აფეთქებული Wildberries საწყობები, უკრაინელების შესაძლებლობები, რომ დაარტყან რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინდუსტრიას. ომის შედეგად და უკრაინელების დაარტყმის შედეგად რუსეთი გადაიქცა ნავთობის იმპორტიორ სახელმწიფოდ. ანუ ესეც ხო გვაჩვენებს ჩვენ ძალიან ნათლად რამხელა პრობლემები შეექმნა რუსეთს ამ ომის შედეგად და ერთი ანეკდოტი მახსენდება სულ აი ამ თემაზე, რომ რუსული პროპაგანდა ხომ ამბობს, რომ აი ეომება ნატოს სახელმწიფოებს და მე ისმის შეკითხვა და ნატოს დანაკარგები რა არის ამ ომში? არაფერი. იმიტომ რომ სინამდვილეში ტერიტორიაზე მაქსიმუმ ერთი დრონის შემთხვევით რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სინამდვილეში რუსეთი ებრძვის უკრაინას, სინამდვილეში კი უკრაინას აქვს სამხედრო ტექნოლოგიური მხარდაჭერა, მაგრამ რეალურად აი ეს უზარმაზარი იმპერია რუსეთი ვერ ახერხებს საკუთარი მეზობლის დამორჩილებას. კი ბატონო, ხორცაკეპია ერთი, რაც აქვს პუტინს და მეორე კიდევ ომის დამნაშავის უნარი, რომ დაბომბოს პირდაპირ მშვიდობიანი მოსახლეობა და ზელენსკის და უკრაინას ამისთვის სჭირდება კარგი საჰაერო თავდაცვა, რომელიც ხან უკეთესად აქვს მიმართულებით საქმე, ხან უარესად პატრიოტების ამბავი არის საინტერესო. ტრამპი თითქოს მას დაპირდა, შემდეგ თითქოს კითხვის ნიშნები გაჩნდა მიმართულებით. მოდი ვისაუბროთ ამერიკის დამოკიდებულებაზე და იმაზე, როგორ განვითარდა ტრამპის ადმინისტრაციას დამოკიდებულება უკრაინის მიმართ და ახლა რა წერტილშია ჩვენ გვახსოვს ყიჟინა რუსების და აქ ადგილობრივი რუსების გულშემატკივრების რამხელა მოლოდინი ჰქონდათ მათ იმისა, რომ ტრამპი და პუტინი დიდი მოთამაშეები ხელს ჩამოართმევდნენ ერთმანეთს და ასე რაღაცნაირად მოაგვარებდნენ. არ ვიცი რატომ უნდა ქონდეს ამის იმედი ქართველს ან საერთოდ ნორმალურ ადამიანს, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ჰქონდათ. ნამდვილად და აქაც სხვათა შორის შეიძლება ძალიან კარგად ვისწავლოთ დიპლომატიური გაკვეთილი, როგორ მოახერხა უკრაინამ ტრამპის ადმინისტრაცია შემოაბრუნოს პირდაპირ ნეგატიური დამოკიდებულებიდან, ისე რომ ახლა ტრამპი ამბობს, რომ ზელენსკი კარგი კაცია. ანუ აქაც ჩვენ ვნახეთ ევოლუცია. ეს ადმინისტრაცია უარყოფითად იყო განწყობილი თავიდან უკრაინისადმი, ეს მე მგონი აშკარა არის, მაგრამ შემდეგ კარგად დაინახეს უკრაინელები როგორ იბრძვიან. მიხვდნენ რომ კი რა თქმა უნდა უკრაინაში არსებობს ბევრი პრობლემა, მაგრამ ამ პრობლემების უმრავლესობა არის გამოწვეული ან წარსულით და უკრაინელები ცდილობენ რომ ეს პრობლემები მოაგვარონ, ან არის გამოწვეული ისეთი სისტემური მიზეზებით, რომელთა მოგვარება მშვიდობიანობის პერიოდში არის რთული და საქმე აღარც კი ვსაუბრობთ ომზე. მაგრამ უკრაინელებმა მოახერხეს მთელი რიგი რეფორმების ჩატარება, მათ შორის ისეთი ადამიანების პოვნა, რომლებსაც შეეძლოთ ამ ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია, თავდაცვის მინისტრი ფედოროვი არის ერთ-ერთი ამისი ძალიან კარგი მაგალითი, ყოფილი კი ბატონო, და საბოლოო ჯამში ჩვენ ვნახეთ, როგორ შეიცვალა ეს დამოკიდებულება. ანუ უკრაინელებმა საკუთარი ბრძოლის უნარიანობით, საკუთარი შეუპოვრობით, საკუთარი სამშობლოსადმი სიყვარულით მოახერხეს ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულების ცვლილება და ახლა უკვე ჩვენ ვხედავთ უფრო კეთილგანწყობილ რა თქმა უნდა, ამაში ევროპელების როლიც იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით გერმანიის და გაერთიანებული სამეფოსი, იმიტომ რომ წინა პრემიერმა სტარმერმა ყველაფერი გააკეთა, რომ გახსნილი იყო კომუნიკაციის არხები ტრამპსა და ზელენსკის შორის და რა თქმა უნდა, გერმანია, რომელმაც დაიწყო გადაქცევა კონტინენტის ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალად, რაც ფუნდამენტურად აუცილებელი არის ევროკავშირის და მთლიანად ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის. ხო, ამ საბოლოო ჯამში რა გამოიწვია პუტინის ამ ავანტიურამ, რომ ევროპამ დაიწყო მათ შორის გადაიარაღება. სხვათა შორის საინტერესო რამე მოხდა მოსკოვში, ხომ ეს ტერაქტად რაც შეაფასეს, ეს აფეთქება გენერალის წინააღმდეგ, დაიღუპა რამდენიმე ადამიანი ერთ-ერთ ელიტარულ რესტორანში, რაც შეიძლება ეს დაუკავშიროთ თუ გვაქვს უკვე ამის შესახებ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინელები საკუთარ სამხედრო ამოცანებს ახორციელებენ რუსეთის ცენტრში. მანამდე ალბათ ყველას ძალიან კარგად ახსოვს ეს
ეს ობობის ქსელის სამხედრო ოპერაციით, მანამდეც იყო რამდენიმე კონკრეტული თავდასხმები რუსეთის ჯარის მაღალჩინოსნებზე, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ან ომის დანაშაულებზე, ან ზოგადად მნიშვნელოვანი როლი უკავიათ რუსეთის სამხედრო პოლიტიკურ სისტემაში, განსაკუთრებით სამხედრო სიტუაციის მართვის კონტექსტში. ასე რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, მე მგონია რომ კიდევ იქნება ასეთი შემთხვევები, თუმცა ზოგადად ომის დროს ორივე მხარე აქტიურად ცდილობს რომ გამოიყენოს ასეთი საბოტაჟის მეთოდები ერთმანეთთან მიმართებით. აქ უფრო საინტერესო არის ასევე ის თუ როგორი დაუცველი რეალურად აღმოჩნდა რუსეთი. მთელი რუსეთის ფედერაციის საჰაერო თავდაცვის სისტემები არის ლოკალიზებული მოსკოვში და ამ ყველაფრის მიუხედავად ჯერ ეს ვალდბერის საწყობების განადგურება ძალიან ნათლად აჩვენებს ლიმიტებს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის და მეორე რუსეთში ნელ-ნელა ხდება ხალხის მიერ გააზრება რომ მათი ქვეყანა არის ომში, იმიტომ რომ თავდაპირველად პუტინის სოციალური კონტრაქტი რა იყო რომ ომში გაიწვიეს ბურიატები, ომში გაიწვიეს ეთნიკური უმცირესობები, ომში გაიწვიეს სადღაც ჩუკოტკაში და მურმანსკში მცხოვრები ადამიანები, მაგრამ ორ მთავარ ქალაქს, სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვს დიდად არ ეხებოდა. და თუ ჩვენ საუბრობთ ზოგადად ომის შედეგებზე რუსეთისთვის, ესე იგი, პუტინი ამბობდა რომ ომს იწყებდა იმისთვის რომ ნატო არ გაფართოებულიყო აღმოსავლეთით, ფინეთი და შვედეთი გახდა ნატოს წევრი, ნატოს საზღვარი გახდა ორჯერ მეტი ვიდრე იყო აქამდე. რუსეთი ამბობდა რომ მას არ უნდოდა ევროკავშირში ისეთი სამხედრო წარმომადგენლობის ნახვა, რომელიც მისთვის შეიძლება ყოფილიყო საფრთხის შემცველი, პოლონეთმა და გერმანიამ დაიწყეს ისეთი გადაიარაღების სქემები, რომ რა ვიცი, ხა გერმანიის ისტორია თუ ვინმე იცის, ძალიან კარგად უნდა გაახსენდეს, რით დამთავრდა გერმანიის ორი გაძლიერება მარტო მე-20 საუკუნეში. ანუ შესაბამისად, რუსეთმა მიიღო მისთვის გაცილებით უარესი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, როდესაც ევროკავშირის ტერიტორიაზე გერმანიამ დაიწყო გადაიარაღება, პოლონეთმა დაიწყო მომზადება, აზიაში ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ ინდოეთ-ჩინეთზე დამოკიდებულება გაიზარდა და თუ აქამდე საუბარი იყო პარტნიორობაზე, ახლა უკვე საუბარი არის დამოკიდებულებაზე. მოსკოვი გახდა პეკინის უმცროსი ძმა, რაც ადრე პირიქით იყო. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან ნათლად აჩვენებს, რომ რუსული გათვლები და პირადად პუტინის გათვლები თავიდან ბოლომდე იყო არასწორი. მან ვერ გათვალა რომ უკრაინელები გაუწევდნენ ასეთ წინააღმდეგობას. თალკე მიმართულება კიდე როგორ ვერ დაეხმარა ის თავის მოკავშირეებს. რა თქმა უნდა, სომხეთიდან დავიწყოთ. სომხეთიდან დავიწყოთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ფაშინიანმა მოახერხა ამ არჩევნებში გამარჯვება, არის ის, რომ სომხეთში არსებობს კოლექტიური მოსაზრება, რომ რუსეთმა სომხეთი არ დაიცვა და სომხეთს უღალატა. ამას რომ თავი დავანებოთ, ვენესუელა, რომელიც იყო რუსეთის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ლათინურ ამერიკაში. ვერაფერი, მადურო ისე გაიტაცეს, რომ რუსეთმა ვერაფერი ვერ გააკეთა. ირანი იგივე და ამას ჩვენ სულ უფრო და უფრო მეტად ვხედავთ, რომ რუსეთზე ჩამოკიდება. იქნება ეს ეკონომიკური დამოკიდებულება თუ პოლიტიკური. არის დამღუპველი იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც აირჩევენ ამ გზას. და იგივე ახლა საქართველოსთან შემთხვევაშიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო მეტად გაიზრდება საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე, რაც უფრო მეტად გაიზრდება ჩვენი პოლიტიკური დამოკიდებულება, რომელიც ავტომატურად ურთიერთდაკავშირებული არის. დასავლეთთან ურთიერთობები ფუჭდება, იქნება ძალაუფლების ვაკუუმი, ამ ძალაუფლების ვაკუუმს ავსებს რუსეთი. და ერთ-ერთი რაც შეიძლება გავაკეთოთ, გავისეირნოთ თბილისის ქუჩებში და ძალიან ნათლად დავინახავთ, რუსეთში ვალდბერისი იბომბება, საქართველოში თბილისში ვალდბერის მაღაზიები იხსნება. ეს ხომ არის ჩვენთვის უსაფრთხოების გამოწვევა? რა თქმა უნდა არის. და ამ ყველაფერს ჭირდება გააზრება, ამ ყველაფერს ჭირდება ადეკვატური შიდა თუ საგარეო პოლიტიკა, რასაც ქართული ოცნება ვერ და არ აწარმოებს. აი ეს არის თავი საკითხი, ივანიშვილმა თავის დროზე სონი რუსეთზე დადოდა, ნუ სხვა ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ მისთვის ეს არჩევანი ყველაზე მისაღები აღმოჩნდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად, აქვს მას რამე ლავირების საშუალება დარჩენილი. შეუძლია რაღაცნაირად ისევ პუტინის დასუსტების ფონზე მან ლავირება გააკეთოს და ცოტა ჩამოშორდეს მას. რა თქმა უნდა, ამას ჭირდება პოლიტიკური სურვილი და ამას ჭირდება პოლიტიკური უნარები. ოღონდ საგარეო პოლიტიკური, არა იურიდიული კაზუისტიკა, რომელიც არაფრის მომტანი არის ახლა, იმიტომ რომ კონტინენტი არის ომში. და ომში უფრო მნიშვნელოვანი არის დიპლომატიური უნარები და სამხედრო უნარები. გადავხედოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას. სამხრეთ კავკასიის ყველაზე სუსტი სახელმწიფო დღეს არის საქართველო და ამაში თავიდან ბოლომდე არის ქართული ოცნების ბრჭყალებში დამსახურება.
მაშინ, როდესაც რუსეთი სუსტდება, მაშინ, როდესაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა მოახერხეს რუსეთზე დამოკიდებულებების შემცირება და საკუთარი მართლა სუვერენული საგარეო პოლიტიკის გატარება, საქართველოში რუსული გავლენები გაიზარდა, რუსული ეკონომიკური ექსპანსია გვაქვს ქვეყანაში და პროპაგანდისტული ნარატივები, რომელიც ისმის კრემლში, იგივე ნარატივებს აჟღერებენ თბილისში. თუ მოლდოვა ებრძვის ამ ნარატივებს და თუ უკრაინაც ებრძვის ამ ნარატივებს, თბილისში ჩვენ გვესმის ამ ნარატივების გაძლიერება ქართული ოცნების მხრიდან. ხო, სახელმწიფო რანგში არის აყვანილი. ანტიდასავლური პოლიტიკა არის ფაქტობრივად კი სახელმწიფო პოლიტიკად გადაქცეული და იმის ნაცვლად, რომ ამ ნარატივებს ვებრძოლოთ და ჩვენ თანამოქალაქეებს სიმართლე მოუყვეთ ევროპაზე, ევროკავშირზე, დასავლეთზე, დასავლურფასეულობებზე და ის 80%-ის არჩევანს პატივისცეს ქართულმა სახელმწიფომ, ამის ნაცვლად ჩვენ ხედავთ პირიქით ანტიდასავლურ რიტორიკას და ანტიდასავლურ პროპაგანდას.